სიმართლეა თუ არა, რომ არასწორად შერჩეულმა კაბელმა შეიძლება ელექტროენერგიის გადასახადი გაზარდოს. რა თქმა უნდა სიმართლეა. თუ კაბელი მაღალი ხარისხისაა, მაშინ პროექტის წარმატება გარანტირებულია. სწორია. პროექტის ხარისხიანად შესრულებისთვის გასათვალისწინებელია სწორი ექსპლუატაციის და მონტაჟის პირობები. კლიმატური პირობები გავლენას ახდენს კაბელის ფუნქციონირებაზე. სწორია. კაბელის ΔΕΝგამტარის ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე იზოლაციას. თანაბრად მნიშვნელოვანია, ან ერთი რომ იყოს დაბალი ხარისხის, ან მეორე, კაბელი სწორად ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. ხარისხიან კაბელს შეუძლია ხარჯები დაგვიზოგოს. სწორია, რადგან უხარისხო კაბელმა შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, რომელიც იწვევს ხარჯების ზრდას. რაც უფრო სქელია კაბელი, მით უფრო მაღალი ხარისხისაა. არასწორია, კაბელის სისქე არ განაპირობებს ხარისხს. ყოველი კაბელი უნდა დამზადდეს სტანდარტში მოცემული კონსტრუქციული ზომების მიხედვით. სპილენძის კაბელი ყოველთვის ჯობს ალუმინის კაბელს. არასწორია, მიუხედავად იმისა, რომ სპილენძი ბევრად უკეთესი ΔΕΝგამტარია ვიდრე ალუმინი, ალუმინის კაბელები ბევრად მსუბუქია ვიდრე სპილენძის კაბელები. გარკვეულ პროექტებში კაბელის სიმსუბუქეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საჰაერო ხაზებში ძირითადად ალუმინის კაბელი გამოიყენება. დაბალი ხარისხის კაბელმა შესაძლოა ხანძრის გაჩენის რისკი გაზარდოს. სიმართლეა, დაბალი ხარისხის კაბელმა შეიძლება გაზარდოს ხანძრის რისკი. სწორედ ამიტომ საკაბელი უკვე 67 წელია უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის კაბელებს აწარმოებს. გვაქვს არაერთი უცხოური სერტიფიკატი, ასევე ყოველდღიურად ტესტირება და შემოწმება ხდება ჩვენს ლაბორატორიაშიც.